მოკლედ ქრისტე აღდგა მეგობრებო ჭეშმარიტად გილოცავ ერმილე ულოცავ თელს ემიგრაციას ულოცავ ასევე ჩვენს საქართველოში ჩვენს ქართველ ხალხს ძალიან მინდოდა ეხლა თქვენი ჩართვა ძირითადად მინდა ვისაუბროთ ერმილე ქართველთა გაერთიანებაზე და იმ პრობლემებზე რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს იცით რომ ყველანაირად ყველა მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში და ჩვენ გუშინაც გქონდა საუბარი და საერთოდ საზოგადოების მოთხოვნაც არის თუ ყველა გვეუბნება რომ ქართველთა გაერთიანებას ემიგრაციაში სათავეში ჩაუდგეს ერმილე ნემსაძეო და მე მივესალმებ იცი ძალიან მიყვარხარ და დაწუნებული ვარ და ყველას უყვარხარ და ასევე მხოლოდ სიყვარულზე არ არის ლაპარაკი ვიცი რომ გაუტეხელი ეროვნული კაცი ხარ და უანგაროდ გიყვარს შენი სამშობლო და გაუყიდავი ადამიანი ხარ ამიტომ ვიცი რომ ასევე დაძაბული ცხოვრება გაქვს და თქვი კიდევაც რამდენადაც შევძლებ ვაიდრო როგორ მექნება მაგრამ მოგეხმარებიან ემიგრაციაში დაავალებ და მთავარია რომ უხელმძღვანელო გესმით ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მე პირადად ჩემი მეგობრებთან ერთად ქართველთა გაერთიანებასთან გაერთიანების წევრებთან ერთად მე მქონდა ამაზე საუბარი და მოხარული ვიქნები ჩვენ გაერთიანების ეს ინიციატორები თუ თქვენ ამ გაერთიანებას ჩაუდგებით სათავეში ემიგრაციაში აი თქვენ რა სიტყვით ახლა გისმენთ ჭეშმარიტად ბატონო დავით პირველ რიგში მრავალს ეს არის სრულიად სამართლმადიდებლო სრულიად მორწმუნე ადამიანებს კიდევ ერთხელ მიულოცავ აღდგომიდან ამაღლებამდე ნამდვილად ქართველები ასე ხვდებოდნენ ერთმანეთს ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად და თუკი დღევანდელი საქართველოს რეალობაში მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა არის დარჩენილი დღესაც ასე უნდა ესალმებოდნენ ქართველებს ამიტომ პირველ რიგში მეც ამ ხრივ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მივიჩნევ და ამ ხრივ დავიცავდი ამ წესს რაც შეეხება ამბავს რომ მე უხელმძღვანელო ემიგრაციიდან ქართველთა გაერთიანებას დავით ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვისაუბრია ადრეც მე ორივე ხელით თანახმოვარ იმ სადაც ქართველების ერთობა იქნება რაიმე წვლილი შევიტანო როგორი ფორმითაც შემეძლება რანაირი ფორმითაც შემეძლება ერთი წუთით არ მაქვს მაგაზე პრობლემა სხვა მეტი არსი არაფერი არა ყველა ნორმალური ქართველის თუ ქართველთა ერთობა და ეროვნული ერთობა იქნება ჩამოყალიბებული ამაზე მეტი საუკეთესო საქმეს ვერაფერს ვერ გააკეთებს ადამიანი მისი ცხოვრების მანძილზე და რა თქმა უნდა თანახმოვარ მაგრამ უბრალოდ ერთი რაღაცა არის კარგად იცი შენ და კარგად ახლა საზოგადოებამაც იცით და ჩვენ ერთმანეთის უფრო ვიცით მე ცოტა ისეთია გადარბიერთი ცხოვრება მაქვს ხან ერთ ქალაქში ხან მეორე ქალაქში ხან ერთ ქვეყანაში ხან მეორე ქვეყანაში მიწევს და უბრალოდ ორგანიზების საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ვერ მოახერხო ისე გემრიელად როგორც არის საჭირო და თუ კი რამეს შევძლებთ რომ დაორგანიზება მოხდეს ამ ყველაფრის დიდი სიამოვნებით თავისთავად მე წინააღმდეგი როგორ ვიქნები თუ რამეს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის სიამოვნებით პირიქით აი ქალაქიდან ქალაქებში რო გადაიხარ უკეთესაა ბევრთან გიწევს ურთიერთობები ეს უკვე ჩავთვალოთ რომ გადაწყვეტილი საკითხია და ერმილე ნემსაძემ უნდა უხელმძღვანელოს ამ დიდ მამულიშვილურ იდეას. ეხლა დღეს აი ჩემო ერმილე ძალიან აი დათრგუნულია საზოგადოება ხო უყურებ მე უჩაში ყველგან დავდივარ მე სულ ფეხი დავდივარ თითქმის და უყურებ ყველას აი როგორი მდგომარეობაა ხო და აი რაღაცა იმედი ჩაესახა აი ამ ქართველების გაერთიანების იდეით. იმიტომ კი არა რომ აქ ვიღაცის იმედი აქვს აი რაღაცა ჩვენი ინიციატორებს აი ამ 4 კაცს ეს არამც და არამც ესე არ გაიგოს არავინ მეგობრებო არავინ არა ჩვენ მხოლოდ
იდეა შევთავაზეთ და რაღაცას თავიდან საქმე დავძარეთ, მაგრამ ეხლა ჩვენ თანდათან, აი როგორც ემიგრაციიდან ერმილე ნემსაძე, ასევე რეგიონებიდანაც ჩვენ ყველა რეგიონში საუკეთესო ადამიანებს შევარჩევთ იმ ადამიანებს, შემოგვიერთდებიან ისინი და ყველანი ერთად ვიქნებით და ერთად წარმართავთ ამ პროცესს. ისინი უბრალოდ იდეამ გაახარათ ქართველების ერთობამ და თქვენ სახსენეთ ერმილე და გეთანხმებით ჩემი იდეას თავიდან ეს იყო ამაზე დიდი იდეა და ამაზე სწორი იდეა ჩემი აზრით არ არსებობს. ტერმა იმუშავა ჩვენს დასაკუთრებულად აგერ 300 წელია და ჩვენ კიდევ ეხლა ვცდილობთ რომ აი ეს რაც ტერმა დაგვიშავა გამოვასწოროთ და შევარიგოთ ქართველობა დავდგეთ ერთად და მრავალი მოძალებული მტრის წინააღმდეგ ერთიანი ძალით აღვდგეთ აი ამ მოძალებულ მტრებს. ესენი გვიტევენ აი თქვენ ხედავთ ეხლა მრავალი ისა რა განშტოებები აქვს ეხლა ზოგი ვაქცინებიდან გვიტევდა რაღაცა ვაქცინებიდან იყო შეტევა ერთი კუთხით. ახლა იგეგმება ეს რა ქვია იმას კაცო ციფრული ფული თქვენ ხედავთ ასევე როგორი მოძალება მიგრაციისა ასევე ხედავთ როგორი უმუშევრობაა და ქართველობა გარბის და აბსოლუტურად ისეთი სიტუაციაა რომ მთელი ამ ქართველების ადგილს მიგრანტები იკავებენ და 10,000-ობით მიგრანტი შემოდის ყოველთვიურად. მტერი მრავალწახნაგოვნად გვიტევს. ამიტომ საჭიროა ერთადერთი გამოსავალი არის ქართველთა ერთობა. ხო და რა ვიცი აი მე მინდა რომ ძირითადად შენი საუბრო და მე გისმინო. დავით მე აი ჩვენ არაფერს ახალს არ ვამბობთ, არც პარტია არის, არც რაიმე კონკრეტული რამე არის. ხონებული ზუსტად გამსახურდია ამბობდა რომ ქართველობის შიმშილიო რო დაგეწყებათო მაშინ გაგახსენდებითო. ხო? აი ესე არის. დღეს რისი შიმშილიც არის საქართველოში ქართველობის შიმშილია ყველაზე მეტად. ზოგი ევროპელია, ზოგი აზიელია, ზოგი პრორუსია, ზოგი პროთურქია, ზოგი ლიბერალია, ზოგი კონსერვია, ზოგი კონსერვატორია, ზოგი ესა, ზოგი ისა და ქართველი მართლმადიდებელი საქართველოს შვილი, რა ვიცი, ქართული ტრადიციებით მაცხოვრებელი ადამიანი უკვე საექსპონატო ადამიანად დარჩა, სხვათა შორის აი როდესაც აკვირდები, ყველაფერში შეიმჩნევა ეს. ახლა ძალიან ცუდი რაღაცა მინდა ვთქვა. აი გლოვაც კი დაავიწყდათ საქართველოში, როგორ შეიძლება ადამიანის დაკრძალვის წესი, როგორც იყო ადრე 90-იანებში, მით უმეტეს პერიოდში დაუყულ ადამიანებს შავლეგშენი, შავი ჩოხათი და ეროვნული დროშით კრძალავდნენ და აი გორში რომ მოხდა ინციდენტი, რაც უბედურება, როდესაც რუსებთან, რუს მესაზღვრეებთან რომ მოუწიათ დაპირისპირება და მოკლეს ეს საწყალი კაცი, ადგენდა ევროკავშირის დროშით დაასაფლავეს. აი აღარაფერი აღარ განირჩევა, ეცი აი დიდი ტრაგიკული ამბიდან ლაპარაკობ ამ ყველაფერს გლოვაშიც რო დაავიწყდება ადამიანს ქართველობა, იქ უკვე რაზე არის საუბარი. რაღაცნაირად დღეს ახლა ცუდი ამბავი მოხდა ყაზბეგში ამ დღეებში და სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როდესაც ესე იგი მკვლელის გვარის ხალხი მივიდნენ მოკლულის ოჯახთან და მუხლი მოიყარეს და ატიებად ხოვეს აი ამ უბედურების გამო და მთელი სოციალური ქსელი დაატრიალებს ამ ყველაფერს რომ გამიხარდა რომ იცი ამ ჭირიდან გამომდინარე სადღაც დარჩენილა საქართველო თქვა რა ესეთი ფიქრი გამიჩნდა რა მოდი სიმართლე ვთქვათ რომ ჩვენ აი ესეთ ქართველობას ვეძებთ და ჩვენ ესეთ ქართველობას თავაზობთ გაერთიანებას და არა ისეთ ქართველებს რომლებსაც ან პარლამენტში ჯდომა უნდა ან
ფული შეუნა უნდა, ან ბიზნესი უნდა, ან პირადი რაღაც ამბიციები აქვს და თუ ვინმე არის უბრალოდ რიგითი ქართველი, ვისაც ქვეყნისთვის წამის გაკეთება უნდა, ყველას კარგია არის და მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს არც პარტიების და არც არჩევნების და არც მსგავსი რაღაცეების და ქართველების რასაც ქვია, ქართველების ერთობა თუ შედგება რა ვიცი, რამდენიც დავრჩენილ ვართ, იმდენი დავრჩენილ ვართ. რადგან ახლა ამ გაერთიანებაში ნამდვილად არ არიან ის ადამიანები, რომელ ადამიანებზე შეიძლება ვინმე თქვას, რომ ხალხს ეს შეპირდა, მოატყუა, იმ თავრობაში იყო, ამ თავრობაში იყო, ეს იშოვა, ის იშოვა, ეს ბიზნესი აქვს, ის ბიზნესი აქვს. თვითონ გაერთიანების არსიც ზუსტად ის არის, რომ გაერთიანება არ არის ორიენტირებული რაიმე კონკრეტულ პარტიაზე ან პარტიულ ცხოვრებაზე არის იმ თავარ პრობლემაზე, რასაც დაგსახსვა ქვია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოსი და რა ვიცი ახლა თუ გამოგვივა ქართველებს ერთად დგომა 1% ქართველები მაინც რო დავდგეთ ერთად რასაც ქვია იდეალების ირგვლივ რა ვიცი 35000 ქართველი მეტი კი არ სხავდა დიდგორზე აღმაშენებელ სიმართლე რო ვთქვა დიდგორის მოსაგებად რა ვიცი აბა ამიტომ ჩემი ხლისგან ჩემი წვლილი რა შემეძლება აუცილებლად შევიტან ამ ყველაფერს არჩევნზე დაორგანიზდები. ეხლა ერთმა ხუმრობითაც თქვა, ეხლა მართლაც რა ახლა აქ ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ რაღაცა თანამდებობებისთვის იბრძვის ვიღაცა და ამ თანამდებობები რიგდება. არა მეგობრებო, ეს არის დიდი საბრძოლველი გვაქვს ძალიან ერთმა ისიც კი თქვა, რომ ამაზე კარგიო რა უნდა გააკეთოთო გიორგი ბრწყინვალესმერო საქართველოს აღარ გაუერთიანებია, არა ვიცი, ბოლომდე გაერთიანებაზე საუბარი. მე ერთი რაღაც მინდა ეხლა გითხრათ ერმილე წეგან 1 საათის წინ კიდევ დაუკავშირდი საჯარო იუსტიციის სახლს ახლა მე ამ დოკუმენტს გაჩვენებ იცით თქვენ რომ ფონდს ვაკეთებ ჩვენა ეს სამ გაერთიანების ფონდს 3 აპრილს გავაკეთეთ განაცხადი შემდეგ დაგვიხარვეს ეს ამაზე გქონდა მე საუბარი გამოვასწორეთ მე 7-ში უკვე ეს გასწორებული იყო 7-ის შემდეგ აი ბოლოს არ გქონდა ახლა გახორციელებული მე-6-ით დავრეკე უკვე 1 საათის წინ საათნახევრის წინ არ დავასახელებ ახლა ის ვარჯაშახას რა აზრი აქვს ოპერატორის ესე იგი ვერავინ პასუხს ვერ გცემს კაცი გაუგნებული იყო ასეთი რამეო არ ხდება ხოლმე ჩვენთან და მიზეზი რა არის რატომ ვერ გცემთ პასუხს როდის უნდა იყოს საბუთი სრულყოფილი ნუ ფონდი და ის რა ქვია არც გვირეკავენ არც აკეთებენ არც პასუხს წერენ და ვართ გაუგებრობაში ზოგადად ასეთი რამეო არ ხდებაო ამ პიროვნებამ თვითონ აი იუსტიციის სახლიდან ოპერატორი გვეუბნება ვის აი ამ საკითხებში გარკვეულია მე მქონდა სხვასთანაც საუბარი რა თქმა უნდა ახლა მას ვერ დავასახელებ ერთ-ერთი ძალიან სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობს აი ამ სისტემაში და მან მითხრა პირდაპირ რომ ჩათვალეთო რომ აი აქო უკვე სუსი მუშაობს ანუ ფიქრობენ და როდემდე უნდა იფიქრონ არ ვიცი პასუხს ვერ გვაძლევენ ეს არის უკვე უხეში დარღვევა წეგან ოპერატორმა მითხრა რომ შეგიძლიათო საჩივარი დაწეროთ ხოდა რა არის იცი აი ესეთ რაღაცაზე რომ საჩივრები დაგჭირდება ეხლა წარმოიდგინეთ რა ფონდის დაარსება გვინდა და საჩივრები გვიწევს გესმით აი რატო უნდა დავჭირდეს თუ სამართლიანი ქვეყანა აი ქართულ ოცნებას მიმართავ თუ სამართლიანი ქვეყანაა და თუ ესე ყველაფერი დაწყობილი გაქვს რომ გამოდიხარ და ლამაზად საუბრობთ იმაში კაცო რატო უნდა დავჭირდეს საჩივრის დაწერა ხო ყველაფერი სწორად დავწერეთ და ყველაფერი ჩაბარებულია ხო რეგისტრირებულია
აი ესეთი რაღაცა აქვს ისლა. ერთი რიტუალი აკლია ბატონო დავით მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩაბარების მომენტში ეთყობა ლოცვა არ ჩაგვიტარებია და არ ჩაგიტარებია თქო საერთოდ შორს ხარ ამ ამბებიდან ახლა ფიზიკურადაც და მადლობა ბატონო ბიძინა უნდა დაგეწერათ ალბათ ბოლოში განცხადებაზე და ყველაფერი იქნებოდა კარგად. ღმერთმა დაგლოცოს და მსგავსი რაღაცეები. რა თუნდა ამ ყველაფერს ლაპარაკი. ამათვის თავარი არის თავისიანი იყო რა სახელიც გინდა ის დაირქვი თავარი ამ სისტემის წევრი იყო და როგორც უნდათ ისე გამოგიყენებენ და ძალას რომელსაც ხედავენ რომ ვერ გამოიყენებენ მაჭუაზე და იქ ისეთი ხალხი შეიძლება იყოს რომელიც არც ნაცია და არც კოცია და ქართველობაზე ლაპარაკობს და რა ვიცი ეროვნულობაზე და ზვიადზე და მერაბზე რაში ჭირდებათ ახლა ბიძინას უშიშროებას მაგი და რაში ჭირდება გინდათ კობახიძის უშიშროება შენ არ უნდა დაარღვიო კანონი და ამათ კაცო რამდენჯერ დღეში თუ გინდა 10 ჯერ დაგირღვიო კანონი გესმით ბატონო დავით რაც არ უნდა მიხსნას მე ვინმე რამდენი მეუბნება ამის წინებზე ერთი მწერდა რომ ამიხსნას ვინმე როგორ შეიძლება საფრანგეთში დაიჭირო ვინმე აუსტერლიცის აღნიშნვის გამო რუსეთში დაიჭირო ვინმე ბოროდინოს ბრძოლის გამო როგორ შეიძლება ახლა ყველა ერთს აქვს რაღაცა დიდი გამარჯვებები თავიანთი არსებობის მანძილზე არ ხდება ესეთი რაღაც არსად ხო და როგორ შეიძლება საქართველოში ქართველი ადამიანი დაიჭირო დიდგორის აღნიშვნის გამო ფაქტია ადამიანი რომელიც დავიჭირეს და კიდე მოაყოლეს შემდეგ ამ ყველაფერს როგორ შეიძლება იგივეს მეუბნები აქაც პოლიტიკურ გასაუბრებაზე ფრანგებს უთხარი რომ ელემენტარულ კითხვას გისვამთ მეთქი რომ შესაძლებელია მეთქი რომ თქვენ გამოხვიდეთ რომელიმე და თქვათ რომ ნოტრ-დამ დე პარი ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეს საფრანგეთია და არა ინგლისი და ამის გამო ვინმე თქვენ შეიძლება არ გიძრათ სისხლისამართლის საქმე არა ხა როგორ შეიძლება თქვათ ვინმე გამოვიდეს და თქვას რომ რომის კოლიზეუმი იტალიაა და ამის გამო კონდეს აღზრული სისხლისამართლის საქმე ხო იგივე ბერძენი გამოვიდეს და თქვას აკროპოლიფსი გაცრავად საბერძნეთია და ამის გამო კონდეს პრობლემები საბერძნეთში და ამის გამო იჭერდნენ მე ვარ ის პიროვნება რომელსაც დავით გარეჯი საქართველოა ვამბობდი დავდიოდი და აი ამის გამო აღიზრეს საქმე რომ თურმე ამის გამო მე ეთნიკურ შუღლს ვიწვევდი ამიტომ საქართველოში ის თუ ფონდი რატო არ გაატარეს რეგისტრაციაში ეს რა გასაკვირია რომ გაეტარებიათ მე ეს გამიკვირდებოდა სიმართლე გითხრა არა ჯერ აქვს კიდევ ახლა ნუ ეგვა და არა აქვს უბრალოდ მაინც შეუძლიათ ბოლოს გაიმართლონ თავი რომ აი 5 მაისამდე გქონდაო და ნუ ახლა ესეთი რაღაცა არ ვიცი მე ნამდვილად არ ნახდებოდეს მე რაზე მეცინებად იცი აი ბატონო დავით როდესაც ქართული ოცნება მოდიოდა ხო ყველას კარგად გვახსოვს და პირიქით გვერდით ვედექით და ვიბრძოდით რომ ის რეჟიმი მოშორებულიყო და რა ვიცი მე პირადად ჩემ ოჯახთან ერთად ასე იყო და უამრავი ჩემი მეგობარი რა ვიცი თავი ქონდა გადადებული ნამდვილად ეს ბიოგრაფიო ხალხი დღეს ეს კობახიძე და დინარაძე და ესენი საჯანდაბიდან მოთრეულები არიან საერთოდ ხმა რო არ ამოუღიათ 2012 წელს დაჭარბდნენ. კაცო, მაშინ ხო ახსოვთ როგორ ექცეოდა თამათ ნაციონალური მოძრაობა. პარტიის რეგისტრაცია იქნებოდა, ივანიშვილზე მოქალაქეობის ჩამორთმევა იქნებოდა. ნებისმიერი რამე, რომელიც ეს იყო რაღაცა ისეთი ყველაფერთან ერთად არაკაცური, არაადამიანური უღირსი საქციელი. ნაციონალური მოძრაობა სიმართლე გითხრათ აი დღეს იმ პერიოდთან შედარებით ამათ ქმედებებში რასაც ქმედებები ქვია არ ვიცი ალბათ რა ვიცი მართლა ევროპული დემოკრატიის იმას მანტიას მოირგებდა რომ ელემენტარულად მაშინ იყო წინააღმდეგობის მოძრაობები და მაშინ იყო წინააღმდეგობის მოძრაობის ფონდი და მსგავსი რაღაცეები და იმას არ იმაშობოდა და ქოციონალური მოძრაობა ყველაფერს უჩი უსრებს მაგათ და მე ნამდვილად არ მიკვირს ეს ყველაფერი იმიტომ რომ ხედავენ საშიშროებას იმის რომ თუნდაც ერის 1% მაინც გაერთიანდეს და კონდეს თავისი შემოწირულობები წევრებიდან შექმნილი ფონდი არავისგან არ იმათხოვროს არც ფული
არც დახმარება, არც შემოსავალი, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მიცემ. აი, როდესაც მე რა მინდა ისი თქვა ეს აერბილე. როდესაც უკვე ხედავ დასაწყისშივე, რომ აბსოლუტურად იქნება ისეთი მიდგომა ხელისუფლებიდან, არსებული რეჟიმიდან, არასამართლიანი, რა თქმა უნდა, ყოველ წუთს დაგვირღვევენ ყველანაირ კანონს, ხო? მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით, აი, იცი შენ ალბათ ისლანდიას აქვს ესეთი კაი რაღაცა. ისლანდიის პარლამენტის წინ არის გაბზარული ქვის მონუმენტი, რომელიც აი სიმბოლურად ასახავს ხიჩატეხილობას, მოსახლეობასა და მთავრობას შორის. და ასეთი წარწერა აქვს, თუ მთავრობა არ გვევს ხალხის უფლებებს და მისწრაფებებს აჯანყება მათი წმინდათა წმინდა უფლება და მოვალეობაა. აი იმდენს იზავენ, ხო, იმდენს იზავენ, თუ კი ჩვენ ეხლა არიან გზას, რომლითაც ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ, ხო, მშვიდობიანი სამართლებრივი ფორმებით მივიდეთ იმ გამარჯვებამდე, როგორც აგვაქვს ჩვენ დალაგებული, თუ კი ამაში ხელს შეგვიშლია, ხო, იძულებული ვიქნებით მე დავადგეთ უკვე და იმ გზას, რას არის ნამდვილად ეროვნული და აი ნამდვილად უფლება ექნება ნებისმიერ ქართველს, აი გადადგას ეს ნაბიჯი და მივიდეს იმ აზრზე, რომ დაიცვას ის წმინდათა წმინდა უფლება და მოაწყოს ქვეყანაში აჯანყება. აქამდე მივართ, რადგან შენ არ მიირღვევ ხო ამას, არ მაძლევს საშუალებას, რომ სამართლებრივი ფორმებით გეპაექრო, ხო? რადგან არ მაძლევს ამის საშუალებას, მაშინ უკვე რჩება ბოლო ვარიანტი, ხო? ეს არის აჯანყება. და აჯანყებით მოიპოვებ სამართალს მე. ბატონო დავით, ახლა თქვენ ისლანდია ახსენეთ და არ ვიცი, ახლა საზოგადოებისთვის რამდენად ცნობილი არის, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს ფაქტები ჩამცხრალიყო და ჩაფარცხულიყო. 2009 წელს ისლანდიის რევოლუცია, სულ ახლა აგერ ასე რომ ვთქვა 16 წლის წინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა გამოვიდა ქუჩაში, უარი თქვა გადასახადების გადახდაზე და მთავრობას გაუცხადა წადი სახლში არ გაღიარებ. როდესაც მოსახლეობა გადასახადებს არ გადაიხდის და გამოვა ქუჩაში და გეტყვის წადი ყოველგვარი ომის და უბედურების გარეშე, თავისთავად იქ ვერც ერთი ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთებს. გადააყენეს მაშინ მთავრობა, დაწერეს თვითონ ხალხმა 476 ადამიანმა თითო სოფლიდან, თითო კორპუსიდან განათლებულ ადამიანს, ვისაც თვლიდა ხალხი დანიშნეს, წარმოადგენეს თითო წარმომადგენელი, დაჯდა, გამოვიდა სულ 476 ადამიანი, დაჯდნენ, დაწერეს ისლანდიის კონსტიტუცია, არ ქონდა იქ მნიშვნელობა, ზოგი იურისტი იყო, ზოგი მეთევზე იყო, ზოგი დიასახლისი იყო. დაწერეს კონსტიტუცია, მიიღეს ეს ყველაფერი და გამოაცხადეს, რომ თუ კი მსგავსი რაღაცეები გამეორდება, ჩვენ საერთოდ გავაუქმებთ ქვეყანაში მთავრობის მმართველობას და გადავალთ თვითმმართველობაზე. ანუ სახელმწიფო აპარატი საერთოდ გააუქმეს და მიზეზი იყო ის, რომ მთავრობამ ხალხი დიდი ეკონომიკური კრიზისის დროს რა მსოფლიო ბანკი არ აშინებდა, რა სავალუტო ფონდი არ აშინებდა, რა ევროკავშირი არ აშინებდა, ვინ არ აშინებდა, მაგრამ ხალხმა გაიტანა თავისი უსისხლო რევოლუცია მოახდინეს, ძალიან გონიერა და უარი უთხრეს ვალების გადახდაზე და ჩამოაწერეს, ჩვენ არ მიგვიღია ეს ფული, ისევე როგორც საქართველოს აქვს უზარმაზარი ვალები და ჩვენ არ მიგვიღია არაფერი, ასე გაუშვეს მთავრობა სახლში და ასე დაწერეს კონსტიტუცია და ასე შექმნეს. იდეაში ალბათ ეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან დიდი იდეალისტები და ენთუზიასტები, რომ ქართველებმა ეს შევძლოთ. არა და თეორიაში შესაძლებელია, თუ კი ისლანდიაში მოხდა, საქართველოშიც ეს შესაძლებელია ეს ყველაფერი. ეს მონუმენტი ზუსტად მაგას აღნიშნავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მერვეა თუ მე-9 პუნქტია ზუსტად არ მახსოვს, რომელიც პირდაპირ აძლევს მოსახლეობას აჯანყების უფლებას ტირანიის წინააღმდეგ. ახლა ამერიკის კონსტიტუციაში და თვითონ ტომას ჯეფერსონი და როჯერ შერმანი და ეს განათლებული ხალხი, ვინც ქმნიდა ამ ყველაფერს, იქ პირდაპირ ავალდებულებდა მოსახლეობას, რომ არა თუ შენ ასე გინდა თუ ისე გინდაო კაცო.
ხელისუფლება უნდა ჩამოაგდო, თუ კი ის გადავიდა დიქტატურაში და ისე უნდა დასაჯო, რომ მსგავსის გამეორების სურვილიც კი ფიქრში გაუქრეს მომდევნო ხელისუფლებებს. ახლა ჩვენთან პრობლემა და უბედურება ის არის, რომ ახლა რო კითხო, ზოგი ვითომ პოლიტიკაში არ ერევა, ზოგი ბიზნესზე ლოცულობს, ზოგი მიშაზე ლოცულობს, კერპები გაქვს ხალხს შექმნილი. საერთო ჯამში ძველი ბერძნული სიტყვა არის პირდაპირ როთარბუნო იდიოტი, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ ეწოდებოდა ისეთ ადამიანს, ვინც არ ინტერესდებოდა მუნიციპალური საკითხებით, ანუ მის ქალაქში, მის უბანში და პოლიტიკით ზოგადად. ამ ადამიანს ქვია იდიოტი ძველ ბერძნულად. ამიტომ ადამიანი როდესაც გამოვა იტყვის, მე არ ვერევი პოლიტიკაში, არაფერი არ მაინტერესებს, ის არის იდიოტი. ჩვენ ან იდიოტთან აგვაქვს საქმე, ან მეორე კერპომანთან, სეთურის მრევლთან. აი სამწუხაროდ ამ 30 წლიანმა, 35 წლიანმა უпростоრად ექსპერიმენტების ხანამ ჩვენი საზოგადოების აზროვნება აი ესე შეცვალა. უნდა ვაღიაროთ, რომ დიდ ნაწილში შეიცვალა. აი ასაკოვან ადამიანებში შეიცვალა. აღარაფერს ვამბობ იმ ახალგაზრდა თაობაზე, რომელი ახალგაზრდა თაობას ყველაზე მეტად მე მეწოდება. იმიტომ მეწოდება, რომ მე რაღაცა საქართველოს მახსოვს. ამათ მიშას და ბიზნეს საქართველოს ახსოვთ, უკეთესი არ ქონიათ. არც მშობლები ყოლიათ სახში ახსავსდელად. რო აღეზარდათ, ეთქვა ჩავი რა არის, თეთრი რა არის. აღარ იცის. საქართველოში ქართველმა საქართველო რა და ქართველობა რა ის არ იცის. აი ეს იცის. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ. ეს გასნობიერებულიც არა აქვს, როგორი ვალდებულება უბრალო ქართველების ერთად დგომა. და ახლა ვიღაცა გამოვა და იმას იტყვის, ხო, კაი არ წავედი არჩევნებზე, თქვენ რას მპირდებით? არავინ არავის არაფერს არ პირდება. ჯერ მოდი დადექი ქართველები ერთად და მოვიფიქრებთ მე იმას რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის. საერთოდ არ მეკითხებოდა ამ ყველაფრის ინტერესი, არც თქვენ გეკნებოდათ ამის ინტერესი, რომ ნორმალური იდეალურზე ხო არა საუბარი, ნორმალური ხელისუფლება ყოფილიყოს, რომელი ხელისუფლებაც მის ქვეყანაში საკუთარ ერს გენოციდს არ მოუწყობდა. არ მოუწყობდა გენოციდს. და ნაქართველარ საქართველოში 1000 ჯულის ადამიანით არ დაიწყებდა გავსებას საკუთარი ქვეყნის. საქართველოს რასაც იძახოდა სააკაშვილი სინგაპურიზაციას და ამას არ დაიწყებდა. აი ხლა ახსენი რომ ზოგი აფანატებს ბიძინაზე, ზოგი მიშაზე და ასე შემდეგ. ხო ტელევიზიებიც ესეა დაყოფილი ერბილე უყურებს შენ, ზოგი პატარა, ზოგი დიდი და ვითომ აი ეროვნული ნიშა აქვთ და ახლა არ მინდა დავასახელო ურთიერთობა მაქვს და რაღაც ამ ხალხთან და ნამდვილად არ მინდა ხო მაინც უკაცრავად რომელი ეროვნულები მართლა მაინტერესებს ადამიანები რომლებიც ეროვნულ მოძრაობას იწყებენ ზვიადის და მერაბის გარეშე და რომლებსაც 9 აპრილი ტრაგედია აქვს თავს თვითონ თვლიან ეროვნულებად ეხლა ხალხი როგორ თვლის მე არ ვიცი ხო და ნახეთ აი კარგი პროცესი მიდისო განათლების სისტემაშიო იცხრილება მთლიანათო ესე იგიო იქიდანო ნაციონალური მოძრაობის კადრებიო რა და ესე იწმინდებაო რა იქიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიდან და თურმე ეს ყოფილა უკვე საშველი და ესე იგი და ქოცები რო დარჩებიან ჯერ ერთი აი რამხელა ინსტიტუცია რომ ქართული ოცნება იყო 13 წელი ბავშვი რომ მიდის სკოლაში 6-7 წლის და 13 წლის შემდეგ არის 19-20 წლის ხო თაობა გამოიზარდა ხო როგორ არ იცოდი კაცო იმ განათლების სისტემაში რა ხდებოდა ეს მთელი თაო თუ არ იცოდი მაშინ საერთოდ
რატომ მართავდი ამ ქვეყანას თუ ასეთი ტუტუცი იყავი, ხო? ბატონო დავით, ჩვენს ერთი რაღაცა იცი? იმაზე ვინ აგებს პასუხს ერმილე მთელი თაობა რო გაატუტუცეს და განათლების დონე რო იყო ნული აბსოლუტურად. ხალხს არ უნდა, აი დაიღალა ხალხი ამ ენის მოჩლექით საუბარით რა. მე ლანძღავენ მეუბნებიან, არავინ შენ არ მოგწონს, არავინ შენ ასე, არავინ შენ. როგორ მომეწონოს? დავიღალე ამდენ ტყუილებში ცხოვრებით კაცო. როგორ უნდა მომწონდეს? იყოს მოსაწონი და მომეწონი. ვინ უნდა მომწონდეს? ბიძინა მომწონდეს, მიშა მომწონდეს, ბოკერია მომწონდეს, ჭიჭევაშაძე მომწონდეს, ხაზარაძე მომწონდეს, ხოშტარია მომწონდეს. ასე მგონია, ხანდახან ჯოჯოხეთის კარი გაიღო და ცარიელი დარჩა ესენი რუზებით არიან. ვინ უნდა მომწონდეს? გირჩი მომწონდეს? არა, ყობახიძე თუ იქნებაო ნამდვილი ოპოზიცია მივესალმებთო და ყობახიძეს ვინ კითხავს ოპოზიცია როგორი? ყობახიძემ თქვა ის, რომ მე ეროვნული ცნობიერება არ ვიცი რას ნიშნავს და საშიშად მიმაჩნია ქვეყნისთვის. ყობახიძის სიტყვები არა, ჩემი სიტყვები ხო არა. ყობახიძე იყო სოროსის ფონდში რომ მუშაობდა, ევროპული დემოკრატიის ფონდში რომ მუშაობდა. ყობახიძის მამა არ იყო პირწავარნილი პუჩისტი, რომელიც საკუთარ ეროვნულ ხელისუფლებას ტყიას ესროდა? ინდოეთის წარმომადგენელი ვარ და ყველაფერი კარგად მახსოვს. ერთ-ერთი ლიდერი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის. კი ბატონო, მაგრამ ერთი რაღაცა, იცი? ვარდს კი აქვს ეკლები, მაგრამ ეკალზე ვარდი არ ამოდის. ახლა ამ ხალხის მონური ფსიქოლოგიით, აი აგერო ღარიბაშვილი წავიდაო პოლიტიკიდანო, ჯერ არ ვიცი, ამდენჯერ წავიდა, მოვიდა, ბიზნეს არ იყოს უკვე არ ვიცი ეს ვანკასტანკასავით არიან ამ პოლიტიკაში და ან მოსვლის რა უკეთებია ქვეყნისთვის, ან წასვლის რა გააკეთა. ხმა, ესე იგი დედაენა დაკარგა სამშობლომ ეს როგორ წავიდა პოლიტიკიდან. ნუ გადასარევია ეგ ყველაფერი. მაგრამ ხალხს უნდა სიმართლე ბატონო დავით. სიმართლის რისი მოსმენა ძალიან არ უნდა არავის. საქართველოში 92 წლის შემდეგ მოსული არის მხედრიონის ჯალათები. ეს მხედრიონის ჯალათები ზოგს ანაფორაში იხილავთ, ზოგს ჰაცტუხებში იხილავთ და კოსტიუმებში იხილავთ. ზოგი შეიძლება სპორტულ ტანსაცმელში იხილოთ და რომელიღაცა სპორტის მიმართულებას ყურირებდეს. თუმცა საიდანაც არ უნდა წახვიდე და წამოხვიდე, ბიზნესი იქნება, პოლიტიკა იქნება თუ ეკლესიას შეფარებული მხედრიონი იქნება, ესენი არის. რომლებისთვისაც ახლა ისეთი ის არის ელდარის და ისეთი შხამი არის ზვიადის და მერაბის იდეებით საუბარი. რა ვიცი ახლა ქართველ კაცს რო ელაპარაკო რადიკალურ ისლამზე. ამიტომ ესენი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის რაც მოიპოვეს ამდენი ხანი ბრძოლით და იარაღით, ეს ყველაფერი იქნა შენარჩუნებული მათი უჯიშოს თავმოვლობისთვის. აი დღეს დაასაფლავეს მაგალითად წერეთელი. ალო, გესმით ბატონ დავით? კი. აი ძალიან ცუდად ისმის. კი, გვესმის. ხო, დღეს დაასაფლავეს ზურაბ წერეთელი. მე არაფერს ვამბობ მის ხელოვნებაზე და მე არაფერს ვამბობ მის შემოქმედებაზე, კაცო. არ მაინტერესებს. კი ბატონო. არ მაქვს მე ის განათლება მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ინახავს რაღაც წამიკითხია რაღაც ხელოვან ხალხში გქონია საქმე. სიმართლის თქვა არავის არ უნდა, კაცო. უბრალოდ თქვი, რომ ეს ადამიანი ედვარდ შევარდნაძესთან ერთად, ნუგზარ ფოფხაძესთან ერთად, იოსელიანთან ერთად, კიტოვანთან ერთად მონაწილეობდა სულების დამხობაში. ასე არ იყო. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, კი. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ეხლა ეს მისი ბიოგრაფიის ნაწილია. და მთელი ამ ცხოვრების მანძილზე იყო მოსკოვში და გამაგებიეთ ერთი კაცო ამხელა გავლენიანი ადამიანი, რომელიც ამდენი წელი იყო ამხელა უზარმაზარი ქვეყნის კულტურის და ხელოვნების სათავეში. გამაგებიეთ ერთი რა გააკეთა ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და იმ უბედურების იქამდე არ მიყვანისთვის, როგორცაა მისული ეს ყველაფერი ორ მართლმადიდებელ ერს შორის. გამაგებიეთ ვინმე.
დიდი ძალა ის პასუხისმგებლობას მოითხოვს. ან თუნდაც ხვედმა. ახლა გარდაიცვალა და კი ბატონო, ხო, საიდანაც აიქ დაკრძალავენ და დაიკრძალება, მაგრამ რითი დაგვამახსოვრა, თავი ის რომ თავისუფლების მოედანზე იმაში, რა ქვია, უკაცრავად, მაგრამ მე ესეთი შეხედულება მაქვს, ნახდათ ჩინური სათამაშოს სტილში გაკეთებული წმინდა გიორგის ბრჭყვიალა ქანდაკება, რო დადგა სააკაშვილის რეჟიმის ასამყარებლად ვარდების რევოლუციის სიმბოლოდ უფრო მიჩნეული, ვიდრე რწმენასთან დაკავშირებული. ესა? ეს არ არის მართლმადიდებლური ის. მიღებული არ არის მართლმადიდებლობაში ესეთი ძეგლების დადგმა. ახლა არ ვამბობ მე, იცი რამე რელიგიური კუთხით ამ ყველაფერს არ უყურებ. არ უყურებ რელიგიური თვალსაზრისით, რადგან რელიგიაზე უნდა ისაუბროს რელიგიაში განათლებულმა ადამიანებმა. არსებობს წმინდანების ძეგლები, იგივე დავით აღმაშენებელიც ხო წმინდანი მეფე არის ჩვენთვის, თამარ მეფე წმინდანი მეფე არის. კი ბატონო, ილია ჭავჭავაძე ხო წმინდანად არის აღიარებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიით. არსებობს ხო, მაგრამ მე იმას ხელოვნების ნიმუშის ვერაფერს ვერ ვატყობ, სიმართლე გითხრათ და ვინც ატყობს, ღმერთმა გაუმარჯოს. უბრალოდ მე სხვა რაღაცას ვამბობ იმას, რომ მე რა უთხარი იმ ქართველს, ვისაც ამხელა ფული, ძალა, გავლენა, კონტაქტები გააჩნია და ისე ჩავა მიწაში, რომ მისი ქვეყნისთვის და მისი ერისთვის, ჩემი თვალით დანახულს ვერაფერს სიკეთეს ვერ გაუკეთებს. ახლა ვინმე მისი კარიერა მოიწყოს და ვინმეს თავისი ფული კონდეს კარგად, ეგ ჩემთვის მისაღები არ არის, ეგ გოთუას ნათქვამია, შენ ქვეყანას თუ უჭირს და შენ ბედნიერი ხარო, სადღაც ვერ ყოფილხარ პატიოსანიო და რა ვიცი მე, ჩემი სიტყვები ხო არ არის ეს ყველაფერი. მით უმეტეს, როდესაც ჩემ ბიოგრაფიაში ჩნდება ისეთი ლაქა, რომელი ლაქაც არის საკუთარი ეროვნული ხელისუფლების დამხობა, ამის თქმაც კი დანაშაულია. მიცვალებულზე მხოლოდ კარგს ამბობენ, ეს დამკვიდრებული იდიოტიზმი საქართველოში. არ ყოფილა ეს მიცვალებულზე ამბობენ ყოველთვის სიმართლის. და თუ ესე ცხენოდათ პუტჩში მონაწილეობა, არ მიიღოთ მონაწილეობა და არ იტყოდა არა. მართალი ხარ გეთახმები. ამიტომ ბატონო დავით, ახლა ჩვენ თუ ვეტყვით ადამიანებს, ჩვენ უნდა უთხრათ იმ კატეგორია ადამიანებს, ვისაც მართლა უყვარს მისი სამშობლო და არაფერს არ ელოდება ამ მოძრაობიდან, საკუთარი ასე რომ ვთქვათ, ვიგოდაო, ძალიან გავრცელებული სიტყვა არის რა. საკუთარი სარგებელს არ ელოდება, ხო? მათ ვისაც აქვს სურვილი, რაიმე სიკეთე მოუტანონ მის ქვეყანას. თუ კი ჩვენ ესეთი ადამიანები იქნება მოკრებილი 1% მაინც ქვეყანაში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს გადარჩენილია და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ 1% ასეთი ადამიანების მოგროვებას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მისია ვერ შევასრულეთ და იმედია საქართველოს გამოუჩენს ვინმე ღვთისმადლიან ძლიერ ადამიანს უფალი და გადარჩენს. ჩვენ აი სწორედ ამიტომ ეხლა გადავდივართ საგანგებო ვითარებაზე. ძალიან ისეთი სიტუაცია ერმილე თავადიცი გარკვეული ხარ ამ პრობლემებში. ისედაც რა ვის ეხლა შენ საქართველოში არ ხარ, მაგრამ მაინც იცი. ქუჩაში რო გაივლი, ესე იგი 60-70% უკვე მე აი იუსტიციის რო შევედი, ეს შოკი იყო ჩემთვის. 70% უცხოელია და შავი ხალხი შემოდის, ზოგი ასევე ჩინელი და რა ვიცი, ინდოელი და ვინ აღარ, ხო? ძალიან ცუდი სიტუაცია არის და კიდევ აგერ ჩუმად, რა ვიცი, ისე კეთდება ეს ხელმოწერები, ჩვენ ხალხი, საზოგადოება ვერაფერს ვერ ვიგებთ. ამას ხელისუფლება არ ამბობს, გამოდის დინარაძე და რაღაც გაურკვეველი რაღაცებს საუბრობს. მე როგორც ვიციო, ზუსტად არ ვიციო, თან ზუსტად არ ვიციო, ამხელა პირი ამბობს, ამხელა თანამდებობის პირი ამბობს, რა თქვი არ იცი. აბა ვინ იცი?
მე რა უნდა ველაპარაკო ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატს ნაციონალური მოძრაობის გამომძიებელს პროკურორს თუ ეშმაკის ადვოკატს გარიგებების და ასე შემდეგ რომელიც არის ერთ-ერთი ჩამოყალიბებული ვირთხა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომელიც აი შავზე თეთრს იტყვის ისე როგორც ხელი არ აუკანკალდება ჩვენ გვაქვს უბრალოდ საქმე ბატონ დავით კიდე ერთხელ ვთქვა და ვაღიაროთ ჩვენ გვაქვს საქმე მედროვე ნაძრალ ადამიანებთან რომლებსაც ჭირდებათ ხელისუფლება იმისათვის რომ საკუთარი სიკეთე დაიცვან და ეს სიკეთე არ გაუნაწილონ ხალხს აი ამასთან გვაქვს საქმე მათ ფული აქვთ მათ ძალაუფლება აქვთ მათ დამონებული ხალხი ყავთ რომელი ხალხიც რა ვიცი როგორც უკაცრავად ამ ტერმინისთვის არ მინდა ეს ბარბარიზმები ვიხმარო მაგრამ ხანდახან ეს ქუჩური ტერმინოლოგია უფრო ერგება ამ ყველაფერს ჩერეზ ნეხაჩუ არიან ასე რომ ვთქვათ ემაში ქართულ ოცნებაში მეც არ მომწონს მაგრამ უკეთეს ვერ ვხედავ და ყავთ ფანატიკოსთა არმია რომელიც ადგებიან და მიდიან და ანთებენ სამთელს რომ ვიძინა დალოცე ღმერთო სამება აგვიშენა რა ადგინდათ ის სამება თუ ქართველი აღარ შევიდა იმ სამებაში კაცო და თუ კი სხვათა შორის ისეთ გავრცელებული ლეგენდა არის და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ეს არის აბსოლუტურად ტყუილი თუ კიდათ კითხონ აგერ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და ისინიც იტყვიან რომ ეს არის ტყუილი სამების ტაძარი არაუშენებია ბიძინა ივანიშვილის ეს აშენდა ფონდით ქართველი ხალხის შემოწირულობებით ბიძინა ივანიშვილმა თავის ხარჯებით გააკეთა გუმბათი და ჯვარი დანარჩენი ტაძარი არაშენებულა ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ და ეს ცრუ ლეგენდები გავრცელებული არის სპეციალური სამსახურების მიერ ბატონ დავით ესე იგი მე არ მინდა ახლა ვთქვა ესეთი რამეები მაგრამ რადგანაც ამ საკითხს ეხება ერთ დეტალს ჩემი ოჯახური ცხოვრებიდან მეც ვიყრი რომ როდესაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ძალიან ჭირდა ცხოვრება და 7 ლარი იყო 8 ლარი იყო პენსია და ასე შემდეგ მაშინ ჩვენი ოჯახიდან იქ მშობლები ჩემი მშობლები და ბებია ბაბუა უხუცესი ადამიანები კრებავდნენ კაპიკ ფულს და 50 ლარი იქნებოდა თუ 100 ლარი იქნებოდა რიცხავდნენ ამ ფონდში ისეთივე შესაწირს როგორც შესაწირსაც რიცხავდა სხვა დანარჩენი ქართველობა ну დავანებოთ თავი მაგას არ არის მაგაზე საუბარი რომ ვინ რა აშენა კაცო მეორეთ მოსვლის დროსო ოქროს გუმბათებს დაადგამენ ეკლესიასო მაგრამ შიქსულიერების არაფერი დარჩებაო დღევანდელ რეალობაზე შემიძლია მხოლოდ ეს თქვა მე ვერ ვხედავ სიმართლე გითხრათ მადლს იმ ტაძარში რომელ ტაძარშიც გადაშენების პირას მყოფ ერს თუ კი ვინმე ჯვარს იწერს და 500 ლარი აქვს ჯვრის წერაზე გადასახდელი და თუ კი ვინმე ათლობას იხდის 300 და 400 ლარი ნათლიებს არ ვიცი ღმერთმა ხელი მოუმართოთ მაგაში რა მადლიცა აქვს და ვისაც აქვს და ამას თუ სასულიერო პირობას ეძახიან 9-ჯერ დარღვეულ და 9-ჯერ არეულ ჯულის კანონს და დღეს შევედი შემთხვევით Facebook-ის გვერდზე საპატრიარქოსი და აფრიალებენ იმას რომ ილონ მასკმაო ის გამოაქვეყნაო სადაცო შობადობისო ამბავიო საქართველოსიო პატრიარქისო მესამე შვილის ნათლობითო გაუმჯობესდაო მართლმადიდებლებში შენ მართლმადიდებლური ეკლესიის პრესამსახური ხარ თუ ითარაფია არ ვიცი პოლიტიკური ინფორმაციების გამავრცელებელი ორგანიზაცია რომელიც მსგავს ინფორმაციას მოიპოვებს და მის გვერდზე ანთავსებს აი ძალიან გული მწყდება იცი ბატონ დავით რომ ჩვენში თავარი პრობლემა რა არის იცი ქართველი ერი მე არავის დიდ მორწმუნედ თავს არ ვაჩვენებ და ღმერთმა დამიფაროს საერთოდ დაშორდა ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ჭეშმარიტ ქრისტიანობას და ფარისევლად იქცა მასა ამიტომ ამ გაფარისევლებულ მასას ძალიან ძნელი არის გააგებიო სიმართლე და ვისი წყალობაა და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი ყველამ კარგად ვიცით მოდი მაშინ აი პირდაპირ ვილაპარაკოთ რატო თქვიო და აი სადაც სიმართლე არა იქ ტყუილია და სადაც ტყუილია იქ უფალი არ არის იქ ეშმაკია ავტომატურად მოდი პირდაპირ თქვათ მაშინ სათქმელი ეხლა აი ჩვენ წეგა რო ახსენე მე საგანგებო იმას გადავდივართ
ჩვენ დავაანონსეთ უკვე რომ ყოველ კვირას 15 საათზე ვერის ბაღში მერაბ კოსტავას ბიუსთან, აგერ ფილარმონის გვერდით რომ არის, ყოველ კვირას 15 საათზე შევიკრიბებით ქართველთა დიდი გაერთიანების ეს ორგანიზატორები და გვექნება საინფორმაციო შეხვედრები, რომელსაც ასევე პირდაპირ ეთერში გადავცემთ საზოგადოებას. არ ვიცი მე რა უნდა იყოს აი ესეთი უმძიმესი დემოგრაფიული კატასტროფის დროს იმაზე დიდი საფრთხე რაღა უნდა იყოს, რაც დღეს გვიდგას და ნახოთ ერთი მე ძალიან მაინტერესებს სასულიერო პირები მოვლენ და ამოგვიდგებიან თუ არა მხარში. აი მას როდის უნდა დაუდგნენ ქართველ მართლმადიდებლებს გვერდში, ქართველ ხალხს როდის უნდა დაუდგნენ გვერდში, თუ არა ეხლა, როდესაც განადგურების პირას არის და სულ მალე დაიმახსოვრეთ, აი შემოდგომით ხო, ეხლა რაც არის ეს ჟურნალია კიდევ. აი სულ რაღაც სამ თვეში ზანგებით გაიხსობა, გადაშავდება მთელი საქართველო. ბატონო ნახავთ თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ბატონმა დემურ გიორხელი და ბოდიში თქვენთან, ბოდიში ერმილე გაწყვეტინეთ და ეს ისეთი ქვეყნებია კიდევ ჩამონათვალი აქ რომ მოზარდებს ქუჩაში ვეღარ გაუშვებენ. ეს ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხია, ეს ზანგები, რომლების შემოსვლაც აქ იგეგმება. ბატონო დავით, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ამ რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ბატონმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა საქართველოში არსებული დემოგრაფიული კატასტროფის შესახებ. სადაც გაგებით ითქვა, რომ საქართველოს ანუ ქართველი ეროვნების ადამიანებს, ვისაც ქართული პასპორტი გააჩნია საქართველოში, არის 1.300.000 ადამიანი დარჩენილი. დიდი ხანი არ აქვეყნებდნენ ამ მონაცემებს და აი გუშინ გამოქვეყნდა რაღაც აბსურდი. თურმე საქართველოს მოსახლეობა 10.000 არის გაზრდილი წინა აღწერასთან შედარებით. მითითებული არის ამ ხალხის სქესი, ასაკი, ამდენ ქალზე ამდენი კაცი მოდის, ამდენ კაცზე ამდენი ქალი მოდის, მაგრამ არსად არა ნახსენები ეროვნება. ეროვნება ხო გამქრალია. 21 საუკუნეში ხო ეროვნებაზე საუბარი არ შეიძლება და დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ერთი საქსტატმა გამოაქვეყნოს ეროვნებით, ეთნიკურად და ჩვენ გვეუბნებიან იმას ახლა ამასაც ახლა ბოლო-ბოლო ელემენტარული ყრუსო ცოლი მოუგდა და ვერ ვაგებიეთო. ჯო გვერდში რო არ დაუწვებაო ხო გაიგებს მაშინოდა. ახლა ასია ხალხი დაყრუებული რომ საქსტატის უნდა დაიჯერო და შენ ადამიანი თბილისში რომელიც ცხოვრობდი და აგერ გურული ყავდა მეზობელი, აგერ იმერელი, აგერ სვანი, აგერ მეგრელი, აგერ აჭარელი, აგერ თუში, აგერ სიტყვაზე ოსი, აგერ ქვემო ქართლელი, აგერ ხევსური და დღეს ამ მეზობლების ადგილას დაკავებული აქვს პაკისტანელს, არაბს, ჩინელს, ინდუს, ამას და ყავთ ერთი 9-10 შვილი. გაიზარდაო საქართველოს მოქალაქეებო, საქართველოს მოსახლეობაო გეუბნებიან, იმაზე მეტი დიდი ყრუ როგორ უნდა იყოს ადამიანი, რომ ამას ვერ ხვდებოდა, რომ ქართველი ერის ხარჯზე არ გაზრდილა საქართველოს მოსახლეობა. ემიგრანტების ხარჯზე გაიზარდა. ნუ არ ვიცი, ძალიან რთული სიტუაციაა, ერმილი, აბსოლუტურად ჩამოშლილია ყველაფერი. არც ერთი სისტემა აღარ არსებობს უკვე ქვეყანაში, აი რომ ფუნქციონირებდეს. საერთოდ არ არსებობს მრეწველობა, არ არსებობს ეროვნული წარმოება, არ არსებობს სოფლის მეურნეობა. ძალიანად ესე იგი არის მონოპოლისტების ხელში და ყველაფერი არის აი გაათმაგებულ ფასებში. მხოლოდ საბანკო სისტემა და აზარტული თამაშების ბიზნესი ყვავის ძალიან სიტუაცია არის, მოკლედ დაცლილია სოფლები, იცლება რაიონებიც, არ ვიცი, კატასტროფაა ნამდვილი და ამ დროს ისევ და
ისევ აგერ გრძელდება, აგერ რაც ხდება თუნდაც ჭიათურაში ეხლა რაღაც პატარა ძვალს გადაუგდებენ, რაღაც მაგის ნიშნები ჩანს, რომ არჩევნებამდე გააჩუმონ, არჩევნების შემდეგ უარესიელით რო იცოდნენ მათ. მე მათ აი აქედანაც მინდა უთხრა, რომ საერთოდ ნებისმიერი პრობლემა არ არის ამაზე, არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი, არ გადაწყდება მეგობრებო, ვიდრე სანამ არ მივივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. სანამ ხელისუფლებაში არ მოვა ქართველი ხალხის მიერ არჩეული, ნამდვილად არჩეული ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და სანამ გარედან დასმული ხელისუფლებები არის, არაფერი არ გეშველებათ. აი NDI-ში და იმებით პროცენტებით exit polls რო წინასწარ გამოგიქვეყნებენ ხოლმე ბრიუსელიდან, მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან. სანამ ქართველი ხალხი არ აირჩევდა, სანამ აქამდე არ მივალთ, არაფერი პრობლემა არ გადაწყდება. ამიტომ ცალკეული პრობლემა რომ აი დღეს მოდი ამას უშველოთ, ასე საკითხი არ უნდა დავაყენოთ ერმილე, იმიტომ რომ კარგი გამოცდილებაც აქვს უკვე, აგერ იმ დღეს აჭარაში 6 ოჯახს უჩველა ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა უსახკაროებს და მე დანარჩენების პრობლემაზე რო გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე, ის 6 ოჯახი აღარ გამოვიდა, გვერდში აღარ დაუდგნენ, გესმით? იმად მისაღები მიიღეს და სოლიდარობა აღარ გამოუცხადეს უკვე. ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე. მანამდე არაფერი არ გადაწყდება არავისთვის. აი მერე ყველასთვის ყველაფერი გადაწყდება სასიკეთოდ. გესმით ჩემი ხმა? ერმილეს ხმა გაითიშა? გავიდა? თუ შემოვა, კარგია, თუ არა და თუ არა და ძირითადად მაინც ვისაუბრეთ მეგობრებო, ამიტომ მე ახლა მინდა ერთი მიმართვა გავაკეთო. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ქართველთა დიდგაერთიანებაზე, აქ იგულისხმება ყველა საქართველოს მოქალაქე. მე მინდა მივმართო ახლა საქართველოში მაცხოვრებლები, არაქართველი, ის ეთნიკურად მაცხოვრებელი არაქართველებს მინდა მივმართო, რომლებიც აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ, აქ არის მათი მამა-პაპათა საფლავები, რომელიც თვლიან, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი სამშობლო და მზად არიან ყოველთვის დაიცვან ეს ქვეყანა. მე მინდა მივმართო მათ, რომ დაგვიდგნენ გვერდში, ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ საერთო ბიზნესისთვის. როდესაც მივალთ საერთო გამარჯვებამდე, უნდა იცოდნენ მათ, რომ თუ ქართველი კარგად იქნება, ნებისმიერი არაქართველი იქნება ძალიან კარგად ასევე ამ ქვეყანაში. და იციან მათ, რომ ჩვენ მრავალი საუკუნის მანძილზე როგორი ურთიერთობა ჰქონდა ნებისმიერი ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობასთან, როგორი მეგობრული, მეზობლური, ნათესაური და რა ვიცი, აი ალბათ დედამიწის ზურგზე არ იყო ისეთი ურთიერთობები, როგორც ჩვენ ჰქონდა ურთიერთობაში. ამიტომ მე მოგმართავთ ყველას მეგობრებო, ეხლა არის ძალიან დიდი პრობლემა უკვე საქართველო არის კატასტროფული მდგომარეობის წინაშე და 4 მაისიდან ვიწყებთ ჩვენ, 4 მაისს ჩვენ გვინდა დავინახოთ თუ რამდენი ადამიანი მიიტანს გულთან და რამდენი გამოვა, ნახოთ, ესეც ერთგვარი ტესტი იქნება, რამდენად სურს ხალხს, რომ იბრძოლოს სამშობლოს გადარჩენისთვის, ყველაფერი გამოჩნდება 4 მაისს. თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგში 11 მაისს და 18 მაისს და ასე შემდეგ მე გაგრძელდება 25 მაისს, თანდათან მოემატება ძალიან და გაიზრდება, ამაში დარწმუნებული ვარ და ასევე ჩვენ გეგმავთ ყველა რაიონში დავაფუძნოთ ძლიერი ორგანიზაციები, ძალიან ისეთი ხალხით იქნება დაკომპლექტებული, ვინც არის იმ კუთხის საამაყო ადამიანები და აი ეს იგეგმება ძირითადად
ეხლა ჩვენ გვინდოდა ხვალ ახალი ოფისიდან მე ქალბატონანას კიდევ ერთხელ მინდა ემიგრაციაში იმყოფება ქალბატონიანა ბაკაშვილი, რომელმაც დაგვითმო ეს ბინა და ვიყავი წეგან მეასული იქ. მხოლოდ მაგიდა არის მოსაწყობი და ეს უნდა მოვაწყოთ და აფჩქაროთ, ამიტომ ეხლა არ ვიჩქარებთ, ხვალად გვინდა ჩაწერო, მაგრამ დავამზადებინებთ მაგიდასაც და განახლებული სტუდიიდან უკვე შეგვეძლება პირდაპირი ეთერები ჩავწეროთ ხოლმე. მოკლედ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, ნახოთ ეხლა ამ ფონდის თემაც როგორ გადაწყდება. ფაქტია, რომ ხელისუფლება ფიქრობს დაგვთხოვნება თუ არა, მაგრამ მათ არის ერთი რამე არიციან და ვიღაცა პარტიები არ ვეგონობ ჩვენ და პარტიებთან არ გაგვაიგიონ, არ მოგჩენთ და ვნახოთ ვისი აჯობებთ ერთი. დაარღვევთ კანონს, მე ვნახოთ რა მოხდება. თქვენ ის არ გეგონოთ ახლა რომ რაღაცა ვიღაცას ადგილი რომ მიუჩინეთ, მაშინ ერთი ადგილი სამარცხინოთ ისე მოგვიჩინოთ. რაც უფრო დიდი იქნება წინააღმდეგობა, ხო, ჩვენს წინააღმდეგ, მით უფრო დიდი იქნება ჩვენგან ძალის ჩვენება, ძალის დემონსტრირება. ეს იცოდეთ თქვენ. მოკლედ იმედიანად იყავით მეგობრებო და 4 მაისს 15 საათზე ყველას გელოდებით ვერის ბაღში. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგი იყო რომ ერმილე ბოლომდე ყოფილიყო. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ მეგობრებო და გითხრათ რომ ერმილე ნემსაძე უხელმძღვანელებს ემიგრაციას ამ ქართველთა დიდ გაერთიანებისა. მადლობთ ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.